უკვე მეორე დღეა ოფიციალური თბილისი გერმანიის ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება. საქმე ეხება გერმანიის ელჩის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას და იმ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოს ავტორის თქმით, პეტერ ფიშერმა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. ბერლინში საკონსულტაციოდ გაწვეული და ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ელჩის ქმედებამ ქართული ოცნების რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა. მართულ გუნდს აინტერესებს რა დავალებით და გზავნილებით დააბრუნეს გერმანიის ელჩი საქართველოში, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულეს და გაწვევამდე საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს. პეტერ ფიშერის ქმედებაში არადიპლომატიურს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ელჩზე მორიგ თავდასხმაში ადანაშაულებს. როდესაც ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ოფიციალური პირები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის გერმანიის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ესეთი სიტყვებით მოიხსენიებენ, როგორც მოიხსენიებენ. ეს მათ პოლიტიკურ უნწიფობაზე და მათ დაბალ პოლიტიკურ ეთიკაზე მიუთითებს. შეურაცხმყოფელი თავადის ფაქტია, როგორ იქცევიან ისინი და როგორ მოიხსენიებენ ელჩს, რა ეპიტეტებით მოიხსენიებენ, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ქვეყნის ელჩი მოვალეობა არის რომ შეხვდეს არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საზოგადოების იმ ფენებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობაში. სამწუხარო როცა ჩვენთან დიპლომატები ხშირად არღვევენ ვენის კონვენციას, რაც არის მათი ძირითადი გზამკვლევი. წაიყვანეს გახარია გამოუშვეს ფიშერი ახალი პროვოკაციული დავალებებით. ის პირდაპირ მოედანს ესტუმრა 7-კაციან საპროტესტო აქციას და ახალისებდა რადიკალებს. ჩვენ უყურებთ სცენას, რაც არ არის პირველი. ჩვენ გახსოვს, როცა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგივე საკეთებდა, რომ 5 კაცთან ერთად გზის გადაკეთებაში ღებულობდა მონაწილეობას. ჩვენ ვნახეთ ასევე უახლოეს წარსულში ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა, როცა მაედნის წაქეზებას ცდილობდა და ტრიბუნიდან წასაკვრევინებდა თავად იმ საზოგადოებას, რომელსაც თხოვდა მისივე საწინააღმდეგო გაწყვეტილება მიეღო, რომ თბილისი ცეცხლის ალში გახვეულიყო. ნამდვილად სამწუხაროა ახლა დაბრუნებული გერმანიის ელჩი, რომ იგივე წრეზე ტრიალებს, მიდის ადამიანებთან, რომელთა შეკრების მიზანი არის ხელისუფლების დამხობა და მათ შორის ეს უბრალოდ მიზანი გაცხადებული კი არა, ისინი უშუალოდ იყვნენ, ასე ვთქვათ, ბექებში, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა შტურმი, მიდის და სოლიდარობას უცხადებს ადამიანს და ადამიანებს, ვინც ეკლესიას და ქართულ, ასე ვთქვათ, სარწმუნოებას და ქრისტიანულ სარწმუნოებას აგინებს და ეს არის ადამიანი, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ გერმანიას და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა გაამყაროს და გააძლიეროს, ამ შემთხვევაში საპირისპირო მოქმედებს.